ჯერ ტრამპი და ზელენსკი, შემდეგ პუტინი და ტრამპი. ბუდაპეშტი პრაქტიკულად ერთადერთი ადგილია, სადაც ასეთი შეხვედრის გამართვა შეიძლება. ტომაჰავკების ფრთოსანი რაკეტები უკრაინისთვის თუ სამშვიდობო პროცესის მორიგი მცდელობა. იქ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებ და იმედი მაქვს, რომ მშვიდობას მივაღწევ. პრესკონფერენცია თეთრ სახლში. 8 შეკითხვა პიტერ ფიშერზე. გერმანიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გერმანიის მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა და ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. საქართველოში აკრედიტებული ელჩის საქმიანობა ეჭვებს თბილისის შემდეგ უკვე ბერლინში აჩენს. 4 ოქტომბრის დამხობის საქმე. დაკავებების ახალი სერია. ძალადობრივი მეთოდით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა. რამდენი პირი აიყვანეს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის მცდელობაზე. უმკაცრესად ვიმოქმედეთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერღებას. დინარის უცხოეთში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 17 ოქტომბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამშვიდობისა. ჩხრეკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლებში. მათ გარდა დღეს დილის 10 საათზე პროკურატურა და სუსი ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კიდევ 5 პირის ბინაში შევიდნენ. ერთდროული ოპერაცია 22 ლოკაციაზე. მთავარი კითხვა: რას ეძებდა გამოძიება ქართული ოცნების ერთდროს ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირების სახლებში და რა ამოიღეს? სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტები და დიდი ოდენობით ფული. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირადი ჩხრეკაც კი ჩაატარეს. ერთი ყოფილი მინისტრი უკვე დაკავებულია, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯვანშერ ბურჭულაძე. რამდენიმე თვეა საპატიმროში იმყოფება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეც რომეო მიქაუტაძე. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა დღეს დაწყებული პროცესი მათ საქმეებს ან მათ ჩვენებებს. პროკურატურას არ უთქვამს, რა მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, თუმცა ცნობილია, რომ საქმეში ჩართულია დეპარტამენტები, რომლებიც ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეებს იძიებენ. მოითხოვენ თუ არა სუსი და პროკურატურა ამათი ყოფილი უფროსების დასაკავებლად სასამართლოს განჩინებას და სად იმყოფებიან ამჟამად ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძე. ნანა გოგატაძე არ გვევდა დეტალებს. გამოიკითხება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე. ამით დღეს კურიერი დაინტერესდა და შესაბამისი შეკითხვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მივმართეთ. სუსში დაგვიდასტურეს, რომ დღეს არც ერთი პირის გამოკითხვა არ იგეგმება და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებულებების და მათი წარმომავლობის შესწავლა დასრულდება და სწორედ ამის შემდგომ მიეცემა ფაქტს სამართლებრივი რეაგირებაც. ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული. იქამდე კი რამდენიმე საათით ადრე გენერალურ პროკურატურაში მოულოდნელად ჩაინიშნა ბრიფინგი და სწორედ გენერალური პროკურორისგან შევიტყვეთ, რომ ყოფილი პრემიერის, ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და ყოფილი გენერალური პროკურორის საცხოვრებელ სახლებში და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩაატარდა ჩხრეკა. პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩაატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტები და ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება და ასევე დღევანდელი ბრიფინგიდან შევიტყვეთ ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დილის 10 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე 22 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი ქარხი. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ. დღის ბოლოს კი უკვე პოზიტივი გავრცელა ვიდეო ჩანაწერი მათი ინფორმაციით TV1-მა წინასწარ იცოდა ჩხრეკის შესახებ ჯგუფი მიდიოდა გადაღებაზე დაახლოებით 2-ის ნახევარზე, თუმცა მსგავსი ინფორმაცია TV1-ის ეთერში არ გასულა. ამ ვიდეო ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ნოდარ მელაძემ საინფორმაციოს უფროსმა TV1-ის გავრცელა უკვე Facebook სტატუსი. მან დაადასტურა, რომ ჯგუფი ნამდვილად იმყოფებოდა გადაღებაზე, თუმცა ადგილზე არაფერი დახვდათ, რა მოხდა რეალურად ყველა შეკითხვას პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს და როგორც გენერალურმა პროკურორმა დღეს დაანონსა, გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან. მადლობა ნანა გოგოტაძე, საუბრობდა ოცნების 3 ყოფილი მაღალჩინოსის სახლებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. დაკავების სერია გრძელდება 4 ოქტომბრის საქმეზეც. კიდევ ერთი ბრიფინგი, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ჩაატარა. აყვანილია კიდევ 16 პირი. ნაწილს ბრალად ედება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა. ნაწილს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ნაწილს კი ძალადობა სამართალდამცველებზე. სულ ამ დროისთვის პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის გამო 64 ადამიანია დაკავებული. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირების იდენტიფიცირებაც მოხდეს. ამასთან სისხლის სამართლის დევნა დაიწყო უცხოეთში მყოფ 2 პირზე. ერთის ინიციალებია AU. მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაგეგმვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მინისტრი ყველას აფრთხილებს, რომ მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას და კანონს დაარღვევს. რა ვიდეო მასალები და მტკიცებულებები დევს საქმეში და წაუყენეს თუ არა უკვე ბრალი დღეს დაკავებულებს. პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე ისაუბრებს. დღეს დაკავებული პირებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, რაც შეეხება მტკიცებულებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის პარალელურად, ასევე დღეს წარადგინეს კონკრეტული ვიდეო მასალა, სადაც მინისტრის განმარტებით არის ასახული დღეს დაკავებული პირების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ფაქტები. დღეს დაკავებულ 16 პირს სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენა ედავებიან და მათ შორის არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ასევე სამართალდამცველებზე ძალადობა. რაღაცას ვებმა კოორდინაციაში და ჩავდივართ დაბლა. ჯგუფები ვისაც ბრძოლა შეუძლია, ვისაც ამათი გეგი შეუძლია გამოყვეს, დავგეგმოთ კოორდინაციაში ჩამოვიდეთ და პატრონი. ამ ძალადობრივი მოწოდებების გამო მარიამ მეყანწიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 15 პირი დააკავა. უწყება ის ვიდეო მტკიცებულებების გაასაჯარობა, სადაც დაკავებულების მიერ ჩადენილი კანონდარღვევებია ასახული. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციელს ფიზიკურად რამდენიმე პირი. 4 ოქტომბრის მოვლენების დროს 35 პოლიციელი დაშავდა. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. გეკა გელაძის განცხადებით კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ დაიწყო. რაც შეეხება უცხოეთში მყოფ 2 პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალების დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად
ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ შორის ძალიან მძიმედ. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ. ხელისუფლების დამხობის გარდა დაკავებულებს ბრალა სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ასევე ნივთის დაზიანება ან განადგურება ედებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით 4 ოქტომბრის საღამოს ათონელზე აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები ძალის გამოყენებით დააზიანეს და შემდეგ შენობის დაკავება სცადეს, თუმცა საპოლიციო ღონისძიების შემდეგ საფრთხე განეიტრალდა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა. ჩვენი პოლიციელების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კოორდინირებულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია. სწორედ ჩვენი სამართალდამცავების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა. უმკაცრესად ვიმოქმედეთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცავზე, პასუხს აღებს კანონის მთელი სიმკაცრით. საჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებულები დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. ედავებიან, რომ როგორც თვითონ მომიყვა პოლიციაზე ძალადობას, ნამდვილად აცხადებს, რომ ის იყო ადგილზე, უბრალოდ იდგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარეთ შენობასთან. არათუ ძალადობას, არამედ უშუალოდ შეხლა შემოხლის ფაქტსაც კი არ ადასტურებს. სამართალდამცავების მხრიდან რაიმე სახით ძალადობას ან იძულებას ადგილი არ ქონია, ყველაფერი მშვიდით ვითარებაში ჩატარდა, პირველ რიგში დაიწყეს ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად თავისი ნებით წარუდგინა. კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ვიდეო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ კონკრეტული გეგმა ძალადობრივ ქმედებებს არ ითვალისწინებდა. 4 ოქტომბრის აქციის დაკავებული ორგანიზატორების თანაპარტიელები საპრეზიდენტო რეზიდენციის შტურმზე პასუხისმგებლობას იხსნიან. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რაც იყო, როცა კონკრეტულმა ჯგუფმა ადამიანების თავის-თავზე აიღო ეს დიდი პასუხისმგებლობა და დაანონსა ამ ხელა აქცია და რაც კარგი იყო, რაც მოხდა, უნდა ვთქვათ, რომ გამოვიდა ძალიან ბევრი ხალხი. კონკრეტული ადამიანების ჯგუფს ქონდა აღებული პასუხისმგებლობა ამ აქციაზე, მათი მხრიდან ის იყო პირადი თავგაწურის აქტი, იმიტომ რომ მათ ეს გეგმა, იმიტომ არ გაანდეს სხვებს, რომ თვითონ აიღეს პასუხისმგებლობა ყველაფერზე. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ გაფრთხილების მიუხედავად კონკრეტულმა პირებმა მძიმე სამართალდარღვევების ჩადენა გადაწყვიტეს. გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც ჰქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის ცდილობაში მონაწილეობა, ხო? ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეიგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის ცდილობაში. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, ხო? რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის ცდილობაში, ყველა იქნება დაკავებული. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩემი თვალით მაქვს ნანახი უწყისი, სადაც ხაბიაშვილი იყო გაფორმებული ანიტას სახელით და მას ერიცხებოდა ყოველთვიურად 5000 ლარი. პოლიციამ ამ დრომდე 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირის გამო 62 პირი დააკავა. პატიმრობაში იმყოფება აქციის 5 ორგანიზატორიც. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ფონზე შესაძლოა დამნაშავე პირთა წრე კვლავ გაფართოვდეს. დღეს სამინისტროში გამართული ბრიფინგის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ღობის დაზიანების თაობაზე 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ჩვენ კონკრეტული მედია საშუალებების და ასევე კონკრეტული პირების მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები პრეზიდენტის სასახლის ღობის წინასწარ მიზან მიმართულად დაზიანების თაობაზე, როგორც მინისტრმა დღეს განმარტა ამ საკითხთან მიმართებაში ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა და ღობეს ჭრის კვალი
არ აღმოაჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებით, რეალურად ფიზიკური ძალადობის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა ღობეზე კონკრეტული დაზიანებები. უხერხულია კიდეც ამაზე საუბარი და სასაცილოც არის ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ რეალურად დამატებით ექსპერტიზა დავნიშნეთ და კითხვის სახით ესეთი დავსვით ჭრის კვალი ქონდა თუ არა ჯებირებს და რეალურად ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა ის დაზიანებები რაც არის და ჭრის კვალი არ აღენიშნება. დღეს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავებულ 16 პირს ოფიციალურად ბრალს ხვალ წარუდგენენ. მადლობა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმეზე მირიან გორგოძე საუბრობდა. ორი ვიდეო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს, საქმე ეხება ძალადობრივი მოწოდების გამო დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს. პირველ ვიდეოში რუსთავის გამზირზე აქტივისტის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ასახული. მეორე ვიდეოში კი ისმის იმავე აქტივისტის მარიამ მეყანწიშვილის გინება და მოწოდებები, რომელსაც ის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმისას აკეთებს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რუსთავზე გამოჩენა რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა, რასაც ადასტურებს მისი საუბარი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელთან. პარლამენტის თავმჯდომარე იქზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ასევე წერს, რომ როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი შიდა ტერორიზმში ჩართულ პირებთან სიახლოვეშია შემჩნეული, მან ან არ იცის რას აკეთებს, ან ბოროტებას განზრახ ამართლებს. ჩემთან დავაი ყველა ჩემთან რუსაველის 21 ნომერში ჯგუფები ვისაც ბრძოლა შეუძლია ვისაც ამათი გეგმის შეუძლია გამოყვეს დავგეგმოთ კოორდინაციაში ჩამოვიდეთ და პატრონი აი ხა გავარდნა არ არის სწორი. ჩემიანებს ველოდები ავდივართ ახლა ოფისში, EDP-ს ოფისში, რაღაცას გეგმავ კოორდინაციაში და ჩავდივართ დაბლა. ესე აზრი არა აქვს. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი შიდა ტერორიზმში ჩართულ პირებთან სიახლოვეშია შემჩნეული, მან ან არ იცის რას აკეთებს, ან განზრახ ამართლებს ბოროტებას. ორივე პასუხი ერთი მეორეზე უარესია. ის რაც ყველა ქართველისთვის აშკარა იყო, რომ მინისტრის პარლამენტის წინ გამოჩენა რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა, სიმართლე აღმოჩნდა. სწორედ ასეთი თავქარიანი აქტივიზმი წარმოადგენს ევროკავშირის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მაგალითს. ჩვენ ქართველებს არ გვაქვს უფლება ვაწარმოოთ ან მოვითმინოთ ამგვარი გაუაზრებელი პოლიტიკა, რადგან ის საშიშიცაა და ჩვენი ღირებულებებისთვის უცხოც. სინამდვილეში ესაა ის რეალური პრობლემა, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობაში აქვს. სრულად ვაცნობიერებ, რომ სწორი ქცევისკენ მოწოდებები უშედეგოა, თუმცა შიდა ტერორიზმის მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა. საქართველოში აკრედიტებულ გერმანელ დიპლომატზე კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა. 8 შეკითხვა პიტერ ფიშერის საქმიანობაზე. გერმანიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ბუნდესტაგში 151 მანდატი აქვს, გერმანიის მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს. ძვირადღირებული უძრავი ქონების ქირაობა ოპოზიციის ლიდერისგან, დიპლომატის პოლიტიკური აქტიურობა არჩევნების წინ და შეხვედრები ოპოზიციასთან. ასევე შეხვდა თუ არა ელჩი ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. კითხვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მას საკუთარ მთავრობას უსვავს ფრაქცია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც დღეს გერმანიაში ყველაზე რეიტინგულ პარტიას წარმოადგენს. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ულტრამემარჯვენე ალის ვაიდელის პარტიას, ბოლო გამოკითხვებით ხმას გერმანელი ამომრჩევლის 26% მისცემს, რაც პირველი ადგილია. გასცემს თუ არა ფრიდრიხ მერცის მთავრობა პასუხს მის ყველაზე დიდ კონკურენტს. ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეჭვები, რომელიც ბერლინშიც გაჩნდა, ოფიციალურ თბილისს დიდი ხანი აწუხებს. საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობით ბუნდესტაგის წევრები ინტერესდებიან. ფრაქცია ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენლები იკვლევენ შეესაბამება თუ არა გერმანელი დიპლომატის ქცევა ვენის კონვენციას და ამის გასარკვევად კონკრეტულ კითხვებს სვამენ.
არის თუ არა სიმართლე, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნს პეტერ ფიშერმა მაღალი კლასის უძრავი ქონება იქირავა ქართველი ოპოზიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძისგან. ბოლო 10 კვირის განმავლობაში პეტერ ფიშერი რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. იყო თუ არა ამ შეხვედრებისთვის რაიმე კონკრეტული მიზეზი და თუ კი რა. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები ახლა ქართულ მუნიციპალურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. ბოლო 12 კვირის განმავლობაში რამდენჯერ შეხვდა პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ფედერალური მთავრობის შეფასებით რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ელჩის აღნიშნული შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ამ კითხვებზე პასუხებს ფრაქცია ალტერნატივა გერმანიისთვის, მისივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. დოკუმენტის საგარეო უწყებისთვის გადაგზავნილია. პეტერ ფიშერის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები რომ უკვე გერმანიაშიც გაჩნდა, არ გაკვირვებიათ საქართველოში. საკვირველი ის არის, რომ რატომ ოპოზიცია დაინტერესდა და რატომ სახელმწიფო გუნდი არ ინტერესდება, იმიტომ რომ ელჩი ქირაობს სახლს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისაგან და გაუგებარია ბრელით არის მოცული ამ გადახდის სისტემა როგორ ხდება ამასთანავე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ შეკითხვებში ერთ-ერთი მთავარი პეტერ ფიშერისა და მამუკა ხაზარაძის კავშირს ეხება. ფედერალურმა მთავრობამ უნდა განმარტოს შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონებიდან იქირავა. სწორედ ამ ფაქტის გამო გაეხვა სკანდალში პეტერ ფიშერი. რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ ხაზარაძის ოჯახმა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ კი დავალიანების აღიარება და მისი განულება მოუწიათ. გერმანელი დიპლომატისა და ხაზარაძის ოჯახის კომერციულ ურთიერთობას პრობლემად არ აღიქვამენ ლელოში. არაფერი, არც უკანონო, არც არაეთიკური, არც არასწორი, ამაში არ არის. ამიტომ რა ვიცი ხა რა AfD შეიძლება ბევრ სხვა იდიოტობაზე მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიაში. ლელოს მსგავსად საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობაზე კითხვები არც ნაციონალურ მოძრაობაში აქვს, სადაც დიპლომატს მხარდაჭერისთვის და აქტიურობისთვის მადლობას უხდიან. პიტერ ფიშერზე თავდასხმა ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში იმ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან, რომელიც აქვს საქართველოს და საქართველოს მომავალი არის ევროპაში. სახელმწიფო გუნდის ლიდერების განცხადებით, გერმანიის ელჩის ქმედებები ხშირად დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაა. პეტერ ფიშერს სამთავრობო გუნდი ვენის კონვენციის დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. არ შეიძლება ელჩი ასე ექციოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს. დიპლომატიური სამსახურის გარდა ვფიქრობ, ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი. არის თანამონაწილე იმ ძალადობრივი დაჯგუფების პირველი წამხალისებელი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოების დაპირისპირებას. კარგია, რომ თვითონ გერმანიაშიც უკვე წამოვიდა კითხვები აღნიშნულთან დაკავშირებით. საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობის შესწავლის მიზნით ალტერნატივა გერმანიისთვის წევრებმა ფედერალურ მთავრობას კითხვებით 8 ოქტომბერს მიმართეს. ბუნდესტაგის ფრაქციის წევრებთან ერთად გერმანიის საგარეო უწყების რეაგირებას ელოდებიან საქართველოშიც. გადავინაცვლოთ ვაშინგტონში, სადაც რამდენიმე წუთში პრესკონფერენცია იწყება. მთელი მსოფლიო ელოდება იქნება თუ არა რაიმე სიახლე დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი შეხვედრის შემდეგ. ახალი ბიძგის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევა თუ შორმანძილზე მოქმედი ამერიკული ბალისტიკური რაკეტები უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის დიდ ქალაქებამდე მიაღწევს. მისცემს თუ არა პუტინთან შეხვედრის წინ ტრამპი ზელენსკის ტომაჰავკებს. შეხვედრა თეთრ სახლში მალე დაიწყება. ორი პრეზიდენტის პრესკონფერენციას კი დაწყებისთანავე ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. რაკეტების თემა მიმუშავა გუშინ პუტინმა თავად დაურეკა ტრამპს, რის შემდეგაც ორმა პრეზიდენტმა 2 საათი ისაუბრეს. დაახლოებით 2 კვირაში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს უნგრეთი უმასპინძლებს. სწორედ ვიქტორ ორბანთან გაირკვევა შეიცვალა თუ არა რაიმე პოზიციებში ალიასკის შეხვედრის შემდეგ. მანამდე კი რიგში ზელენსკია. რა სტრატეგია აერჩია ტრამპმა მოსკოვთან ურთიერთობაში და რა მოლოდინები აქვს მსოფლიოს ვაშინგტონისა და კიევის მოლაპარაკების ფონზე. ლუკა ჩანგელია ისაუბრებს პროგნოზებზე.
ნათია, წინასწარ მოლოდინებზე საუბარი გარკვეულწილად რთულია, რადგანაც სიტუაცია ბოლო საათებში განსაკუთრებით შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის. თუმცა ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ ფაქტებით. მაგალითად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსკოვმა ვაშინგტონთან წითელი ხაზი კიდევ ერთხელ გაავლო. როგორც რუსული მედიები იტყობინებიან, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ტომაჰოვკის ტიპის უპილოტო ტომაჰოვკის ტიპის ფრთოსან რაკეტებს გადასცემს, მაშინ ის დიალოგი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის იმართებოდა, საბოლოოდ შეწყდება. პარალელურად ცნობილი ხდება უკრაინის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტომაჰოვკის სტრატეგიული დანიშნულების იარაღია და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება, ვოლოდიმირ ზელენსკის მაინც აქვს მოლოდინი, რომ დღეს ტრამპისგან დადებით პასუხს მიიღებს და უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარებით დაბრუნდება. ბუნებრივია, საბოლოოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ბედი გარკვეულწილად უნდა გადაწყვიტოს ბუდაპეშტში დაგეგმილმა შეხვედრამაც, რადგანაც თავად დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთგვარი რუბიკონი, სადაც საბოლოოდ დასრულდება სამწლიანი კონფლიქტი, რომელმაც როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მხარეს მთელი ამ დროის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისევ ვაშინგტონი, დანიშნულების ადგილი თეთრი სახლი. თუმცა ამჯერად მარტო ევროპელი პარტნიორების გარეშე. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მესამედ შეერთებული შტატების დედაქალაქში უცვლელი მისიით ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან სამხედრო დახმარების მიღებისა და ევროპის კონტინენტზე სამწლიანი ომის დასრულების საკითხები უნდა განიხილოს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელი პარტნიორების ნაწილს ხელი უკვე ჩამოართვა. ამის შემდეგ ოვალურ კაბინეტში უნდა გადაინაცვლოს და ტრამპთან დიალოგი გამართოს. თუმცა ვიდრე ეს მოხდება, თეთრი სახლის ლიდერმა კრემლში დარეკა. პუტინთან ტრამპის სატელეფონო კომუნიკაცია 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მეგა სახელმწიფოების პრეზიდენტებმა უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და რიგით მეორე პირისპირი შეხვედრაც დათქვეს. დაზუსტდა, რომ უახლოეს ორ კვირაში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკის შემდეგ ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქში შეხვდებიან. მე ზელენსკის გავაცნობ ჩემი და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებს. შემდგომში უკვე ჩემი და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა შედგება უნგრეთში. პრობლემა ისაა, რომ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ვერ უგებენ. შესაბამისად, პირისპირ დიალოგი მათ შორის ვერ გაიმართება. ბუდაპეშტში მე და პუტინს ვიქტორ ორბანი გვიმასპინძლებს. იქ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებ და იმედი მაქვს, რომ მშვიდობას მივაღწევთ. დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს პირადად უნდა უმასპინძლოს, ამბობს, რომ შეხვედრის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე შეიქმნა. კონსერვატორი პოლიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის ისტორიულ პროცესში გადამწყვეტ როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს, რაც ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევით გამოიხატება. მალევე გახდა ნათელი, რომ ბუდაპეშტი დღესდღეობით პრაქტიკულად ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ასეთი შეხვედრის გამართვა შეიძლება. უკვე გავეცი ინსტრუქციები საორგანიზაციო კომიტეტის შესაქმნელად. ჩვენ განსაზღვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები და მუშაობაც დაიწყო. ამ ყველაფრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ევროპელებისთვის არის ის, რომ ომის სტრატეგიები მცდარია. ჩვენ გვჭირდება მშვიდობის სტრატეგია. ინფორმაციას, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, კრემლიც ადასტურებს. საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ამბობს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი სამიტის ორგანიზებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. ორი ქვეყნის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ დაიწყებენ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც შეიძლება გაიმართოს მაგალითად ბუდაპეშტში. ეს სამუშაო სავარაუდოდ დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ რუბიოსა და ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრით. პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებამდე კი რამდენიმე წუთში სტარტს ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა აიღებს. მისი დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდება ცნობილი, რას მიიღებს კიევი ვაშინგტონისგან, ტომაჰოვკის ტიპის რაკეტებს თუ მორიგ დაპირებას, მშვიდობის უმოკლეს დროში მიღწევის შესახებ. მე აქვე შეგახსენებთ, რომ ორი პრეზიდენტის პრესკონფერენციას ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. წამზომი ჩართულია საკონსტიტუციო სასამართლოში მალე სარჩელი შევა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობას თავის 25 წლიან პოლიტიკურ საქმიანობას დაასრულებს. უფრო სწორად კი დაასრულებინებენ. ყოფილი მმართველი პარტია საქართველოში კანონგარეშე ცხადდება, იგრძალებოდა თანამდებობებს ვერ დაიკავებენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველ გუნდს წარმოადგენდნენ. ოპოზიცია კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს, თავად ნაციონალები კი აცხადებენ, რომ ბრძოლა სტრასბურგში და იატაკქვეშეთიდან გააგრძელება.
გააგრძელებენ. ასაგრძალი პარტიების და ასაგრძალი პოლიტიკოსების სია იმ დღეს გვეცოდინება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების არჩევს მიიღებს. ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას ასრულებს და ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს. მთავრობის მეთაურის განმარტებით სარჩელი 400-ზე მეტ პარტიას შორის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას შეეხება. ჩვენთვის თავარია რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტან სარჩელს. კონკრეტულად რომელ პარტიას შეეხება სარჩელი პრემიერი არ ასახელებს, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში უკვე ემზადებიან სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. როგორც სააკაშვილის გუნდში ამბობენ, პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი და ბრძოლის გაგრძელებას ამ სტატუსის გარეშე აპირებენ. ამ ქსოვილში ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული უჯრედი, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთიანობაზე და წინააღმდეგობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული. პარტიული ჩარჩოების მიღმა ჩვენ ქვეყანაში ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემა, სადაც მრავალპარტიული კონკურენციის პირობებში ხელისუფლებისთვის იბრძვიან დამოუკიდებელი პარტიები. ეს სისტემა კლდება აი იმ კანონით, რომელიც მიიღეს და იმ სარჩელით, რომელიც შეაფერა. სარჩელი, რომელსაც მართველი გუნდი ამზადებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდა. დასკვნის თანაავტორი გურა მაჭარაშვილი ამბობს, რომ როგორც დასკვნა, ისე სარჩელი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომზადდა. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და მის მიერ დადგენილი სტანდარტები ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობით აუცილებლად იქნება დაცული სარჩელში. საგამოძიებო კომისია 400 გვერდზე მეტია და არის ერთის მხრივ პოლიტიკური აქტი და მეორეს მხრივ მაღალი სტანდარტით შემუშავებული სამართლებრივი აქტი, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რასაც დაემატება მაღალი ხარისხით 4 ოქტომბრის საჯაროდ დადასტურებული მტკიცებულება, რომ რაც ჩვენ 6 თვის განმავლობაში მოვისმინეთ და დავწერეთ, დაადასტურა თავად ნაცმოძრაობამ ფილიალებთან ერთად, რომ დიახ, ის არის პოლიტიკური ძალა, ეგრეთ წოდებული, რომელიც დამხობისკენ არის, ადამიანების სიკვდილისკენ არის მიმართული. ის ადამიანები, პოლიტიკოსები დავარქვათ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, იღებენ გარედან დავალებებს, ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან დამაზიანებელი, მხოლოდ სიტყვებით არა. ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ვიხილეთ თუ რამდენად დიდი ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. შესაბამისად, პოლიტიკაში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარედან წამოსულ დავალებებს. საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების პარალელურად პარლამენტში კანონმდებლებმა გუშინ 91 ხმით დაამტკიცეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კონსტიტუციის დამხმარე პარტიასთან კავშირში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობას და აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ცვლილებები სულ 4 კანონში შევიდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გამოძიების დაწყებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს სააკაშვილის დედის წინააღმდეგ. როგორ აღმოჩნდა ერთლარად, გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. დავით გურგენიძის წერილის ადრესატი პროკურატურაა. რექტორის მოთხოვნა ეფუძნება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ ფაქტებს და კორუფციული გარიგებების ნიშნებს. გამოძიების პროცესში დავით გურგენიძე გიული ალასანიას ქონების დაყადაღებას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ შენობა ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს. ფაქტია ეს, რომელსაც ვერ გავექცევით, რომ ომის დროს და არა მარტო ომის დროს მიმდინარეობდა, დაახლოებით 2-3 წელი მიმდინარეობდა ამ ქონების, ასე ვთქვათ, არაკანონიერი დატაცება.
22,000 კვადრატული მეტრი შენობა ნაგებობა სპორტული მოედნებითა და ლაბორატორიებით. ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალმილიონიანი ქონების უკანონოდ მიტაცებაში ამ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი გიული ალასანიას ადანაშაულებს. დავით გურგენიძემ დღეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის საკუთრების მითვისება ალასანიამ 2006 წლიდან დაიწყო. შენობა ნაგებობები კი ერთლარად 2008 წელს აგვისტოს ომის პერიოდში გადაიფორმა. ოპოვებული იქნა არაერთი მასალა, აქ არის როგორც ელექტრონული მასალა წარმოდგენილი, ასევე 108 ფულსელზეა ფიზიკური მასალა წარმოდგენილი. ეს არის უდიდესი ტერიტორია, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია. ამისაც უნივერსიტეტს გაუჩერდა მაშინ ავტორიზაცია, გადადგა რექტორი აკადემიკოსი, ფაქტობრივად ბატონი რამასხუროძე, შემდგომ უკვე გადადგა ასევე მეორე რექტორი არჩილ მოწონელიძე და ამ პერიოდში ეს იყო თან ომის პერიოდი იყო, როდესაც ეს ფართები იყო მიტაცებული. ჩვენ ვთხოვულობთ, რომ ეს ქონება იყოს საოცრად დაყადაღებული, ასევე ვთხოვულობთ, რომ ეს ქონება უნდა იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისათვის და ასევე ვთხოვულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში არ მიყოს, იყოს დანიშნული ექსპერტიზა და იყოს გამოკვლევა და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს. პროკურატურისთვის მიმართვამდე კი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა მაშინ დეტალურად ისაუბრეს თუ როგორ აღმოჩნდა 22,000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა ნაგებობა გიული ალასანიას ხელში. საკუთარ უნივერსიტეტს არც ერთი პროფესორი მით უმეტეს არ მოქცევია ისე როგორც მოექცა კალბატონი ალასანია, რომელმაც გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ბრალდებების ადრესატმა დღეს კურიერის ზარები უპასუხოდ დატოვა. სააკაშვილის დედამ შეკითხვებს არც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მონახულების შემდეგ უპასუხა. როგორ მოხდა ერთგვარად თქვენს ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა? ალასანია დუმს მისივე უნივერსიტეტის რექტორი კი ამტკიცებს, რომ მრავალმილიონიანი ქონება მიხეილ სააკაშვილის დედამ არა პრეზიდენტის შვილის დახმარებით სიმბოლურ ფასად ერთლარად, არამედ კანონიერად საბაზრო ღირებულებაზე უფრო ძვირად შეიძინა. ვერ მიიღებდა ფულს ტექნიკური უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ეს ქონება ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს და არა ტექნიკურ უნივერსიტეტს. ომი სანამ დაიწყებოდა, ერთ-ერთი კორპუსი მანამდე შეიძინა საქართველოს მუნიციპალურ უნივერსიტეტმა რამდენიმე თვით ადრე, ხოლო დანარჩენი კორპუსები აქ ბევრად უფრო წლებით ადრე შეძენილი. არ მახსოვს ახლა ზუსტად მე რა მოხდა მაშინ. ფაქტები არ ახსოვს, მაგრამ ამას ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის დასკვნის გამოტანაში ხელი არ შეუშლია. საგამოძიებო უწყებას ჯერ გამოძიება არ დაუწყია, ლაშა ფარულავა კი უკვე ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ნებისმიერი საქმე ნაციონალური მოძრაობის, მისი ლიდერის, მისი ოჯახის წევრების მიმართ, რა თქმა უნდა, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნის არა, მაგრამ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავენ სახელისუფლებო გუნდში. ნებისმიერ სახელმწიფოში ზოგადად კითხვები დაისმევა, რასაკვირველია, როდესაც პრეზიდენტი თავის ოჯახს დედამისს ჩუქნის შენობას. იმისათვის, რათა მან აწარმოოს თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობა, მაგრამ აქედან უშველებელი შემოსავალი მიიღოს. როდესაც ამას განგებ, გეგმაზომიერად, ჩვენი თანამდებობიდან გამომდინარე, აძლევ ოჯახის კონკრეტულ წევრს, რასაკვირველია, ეს დანაშაულია. კითხვის ნიშნები არსებობს და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმის ფონზე, როდესაც 2008 წელს რუსეთთან ომში ვიყავით და ქალბატონი ალასანიას რაღაცა საბაბი იყო თუ არ ვცდები, რომ ჯობია ჩემ ხელში ჩავარდეს, ვიდრე პუტინის ხელშიო. ესეთი, ასე ვთქვათ, ფანტაზიით შემოიფარგლა იგი და ერთლარად მიითვისა მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონება, ხომ? რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი და უნდა დაველოდოთ გამოძიება მოახდენს თუ არა რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. გიული ალასანიას მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების სავარაუდოდ მიტაცებასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. იდაკლი კობახიძის თქმით, ყველა კითხვას პასუხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, ხო? რაც არის, აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა და არჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს. ტექნიკური უნივერსიტეტის წერილი უკვე ადრესატთანაა. განცხადების ავტორები გამოძიების დაწყების პარალელურად საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში ალასანიას ქონების დაყადაღებას, შენობა ნაგებობების დაბრუნებას და წლების განმავლობაში უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვენ.
და ამ წუთებში თეთრსახში უკვე დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა, როგორც დაგვირდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ვაშინგტონს. გადაწყვეტილება რომ შეხვდებით ვიქტორ ორბანს და თვითონ ის იქნება ძალიან კარგი მასპინძელი ბატონო ტრამპო უნგრეთში რა თქმა უნდა კი ბატონო შეხვედრა უნგრეთში შედგება თქვენ და პუტინი იქნებით თუ ბატონ ზელენსკის შემოგერთებათ ეს ჯერ არ არის დაზუსტებული მაგრამ დიდი ალბათობით ვიტყვი რომ ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა რომელსაც დაესწრება ორი მხარე, მაგრამ ვიქნებით ბატონ ზელენსკისთან კავშირზე საკმაოდ საქმელია, რამდენად სამხრივ იქნება შეხვედრა. Anywhere from 500 to 3,000 years and Albert, I was in rooms as you saw because you were with me a lot of you were with me last week with წინა კვირას, როდესაც შევხვდი ბევრ ლიდერებს, რომლებსაც ერთმანეთი უკვე ასწლეულები არ მოსწონთ, იგივე შემიძლია თქვა ამ ორ ლიდერზეც, თვლი რომ მიზანია რომ ყველასთვის კომფორტული გარემო შეექმნათ. შეიძლება ცოტა განცალკე შეხვედრა შედგეს. მიზანი კი არის სამივე მხარე რომ ერთად ვისაუბროთ. საიდან წანდებით? Ukrainიდან. Good, yeah. რა მოხდება თუ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას უნგრეთში? ნახოთ. საკმაოდ ბევრი ღია შეკითხვა არის. მე ვთვლი რომ პრეზიდენტ პუტინს სურს ომის დასრულება. გუშინ 2 საათნახევარი ვესაუბრე, საკმაოდ ბევრ საკითხი განვიხილეთ. ვთვლი რომ ბატონ ზელენსკის პრეზიდენტ ზელენსკისაც უნდა ომის დასრულება. თუ შეიძლება რამდენიმე შეკითხვას მე ზაგისვამთ, კითხვა დღევანდელი ჩემი შეკითხვა პრეზიდენტ ზელენსკისთან არის. თქვენი საუბრეთ შუა აღმოსავლეთში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე ჩვენმა პრეზიდენტმა საკმაოდ ბევრი გააკეთა ამ მშვიდობის მისაღწევად რას დათმობს უკრაინული მხარე მშვიდობის მისაღწევად მათ შორის მინდა აი ამ შორი მანძილის მართვადი რაკეტებზეც გკითხოთ უარს ითქვით თუ არა მათ მოთხოვნაზე საკმაოდ ბევრი ელემენტია კითხვის ჩართული პირველ რიგში აუცილებელია რომ ერთხელ დავსხდეთ და ვისაუბროთ პირველ რიგში ჭირდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შუა აღმოსავლეთშიც ყველა აკვირდებით რამდენად რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულება ჩვენ რაც გვინდა ის არ სურს თავისთავად პუტინს ჩვენ დღეს ვისაუბროთ ბატონ პრეზიდენტთან წარმოვადგენთ ჩვენს ამოცანებს, ჩვენს სასურველ მიზნებს. როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში სასაუბროთ მზად ვართ, იქნება ეს ორმხრივი, სამხრივი თუ სხვა ფორმატის. მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ნატოს საკითხი, მაგრამ ამასაც ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი და ისე როგორც ალიანსის წევრების გადასაწყვეტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ყოველდღიურად თავდასხმის საგანია, რომ კონდეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები და საამისოდ ნატო ყველაზე ძლიერი გარანტია და ჩვენთვის ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება ჩემსა და ბატონ ტრამპს შორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ამაზე დეტალურად ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან ძლიერი გარანტორი ამ მხრივ. პრეზიდენტ ტრამპ, თქვენ ხართ შუამავალი, რომლის ცდილობთ კონფლიქტის დასრულებას. ვინ არის ყველაზე კარგად სამუშაობოდი, ასე ვთქვათ, ბატონი ზელენსკი თუ ბატონი პუტინი? ჩვენ take some of the hatred of each other. თავისთავად, სიძულის ელემენტი უნდა შევამციროთ, მათ თავისთავად არ მოსწონთ ერთმანეთი.
tremendous bad blood. It's really მათ შორის საკმაოდ ბევრია. რადგან ისინი ვერ თანხმდებიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, რაც იქნება გრძელვადიანი, მსგავსად შუა აღმოსავლეთის შეთანხმებისა. შუა აღმოსავლეთი ბევრად უფრო კომპლექსური მდგომარეობა არის 51 ქვეყანა ფაქტიურად შეთანხმდა პირობებზე. არავის ეგონა თუ ეს იქნებოდა მიღწევადი და თვლი რომ ესეც მიღწევადია გუშინ კარგად ვისაუბრეთ პუტინთან და თვლი რომ მასაც იგივე სურს. როდესაც ისრაელში ვიყავთ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად საკმაოდ დიდი განსხვავება ვნახეთ ჯო ბაიდენსა და ბატონ ტრამპის დიპლომატიას შორის. თქვენ რა სიტყვით, რა განსხვავება არის დონალდ ტრამპსა და ბაიდენის შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ბაიდენის შორის? პრეზიდენტ ტრამპს დიდი შანსი აქვს ომის დასრულების. პრეზიდენტი ბაიდენი დღეს პრეზიდენტი აღარ არის, აქედან გამომდინარე მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. და პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიოს აჩვენა, რომ მას შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მართვა შუა აღმოსავლეთში და ჩვენს იგივე წარმატების იმედი გვაქვს და ეს არის უკრაინისთვის დიდი შანსი და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის განხორციელება. მე ვიტყვი, რომ ერთი არის კომპეტენტური და მეორე ძალიან არაკომპეტენტური. რამდენიმე კვირის წინ თქვენ ბრძანეთ, რომ უკრაინას შეუძლია ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. იგივე აზრზე ხართ? ამის თქმა ძალიან რთულია. შეუძლებელია ამის დაზუსტების თქვა, იგივე როგორც დაზუსტებით ვერ იტყვი, ხა მშვიდობა იქნება თუ ომი. რუსეთმა უწოდა ტომოჰავკის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას მდგომარეობის დაძაბვა. თქვენ ვის წარმოადგენთ? თქვენ უკრაინიდან მზადდებით, დიახ. მაგრამ რუსეთი აგრძელებს თავისი მართვადი რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას უკვე 2022 წლიდან. მიჩნევთ თუ არა უკრაინისთვის ტომოჰავკის ან სხვა მართვადი რაკეტების მიწოდებას, როგორც რუსეთთან პოტენციურად კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთ ბერკეზას შესაძლებლობას. ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ, ამისთვის ვარ შეხვედრაზე, ამ შეხვედრაზე. საკმაოდ სამართლიანია თქვენი შეკითხვა, მაგრამ ამაზე ვისაუბრეთ, როგორც უკვე წინასწარ იყო ცნობილი. You said India and Hungary? That's an interesting. India and Hungary. It's an interesting combination. დოეთი და უნგრეთის საკმაოდ საინტერესო კომბინაცია არის. საუბარია ინდოეთის მიერ რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე. უნგრეთში ცოტა განსხვავებული მდგომარეობა, მათ აქვთ ერთი ნავთობის ხაზი. მე ვესაუბრებ უნგრეთის ხელმძღვანელს, მათი მდგომარეობა განსხვავებულია და გვესმის, რომ მათი პოზიცია ცოტა განსხვავებულია. ისინი მათ არ აქვთ საზღვარი, მხოლოდ სახმელეთო საზღვარი აქვთ, მათ პორტი, როგორც ეს ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. მათ უკვე შეამცირეს შეზღუდული ნავთობის მოცულობა. 38%-ს ყიდულობდნენ და მე მგონი ამასაც აღარ განახორციელებდნენ. First Lady Melania Trump has been helping in returning abducted Ukrainian children from Russian captivity. President Zelensky, do you appreciate those President Zelensky-თან არის შეკითხვა. No, she wanted to do it. She's very strongly about the children. Melania Trump-ი იღებს რა მონაწილეობას რუსეთში გადაყვანილი ბავშვების უკანდაბრუნების სელობებში. ძალიან მონდომებულია, ანუ საკმაოდ ბევრი ბავშვია დაძალებული კონფლიქტით. ზოგი ამბობს 20,000-მდე ბავშვი არის გადაცემული, ზოგი 300,000 ამბობს. ანუ თავისთავად დიდი ემპათიით და ემოციით არის დემარტული ბავშვების მიმართ. What's going to happen if the United States რა მოხდება თუ
the Tomahawks? რუსეთს მივაწვდით, უკრაინას მივაწვდით შორი მანძილის რაკეტებს და მე ამერიკას დაჭირდება იგივე აღჭურვილობა. ეხლა ცოტა განსხვავებული სიტუაცია არის, ანუ ევროკავშირმა ანაზღაურა ჩვენს მიერ მიწოდებული საკმაოდ ბევრი საშუალება ჩვენ თვითონაც გვჭირდება არა მხოლოდ ტომაჰოკები, არამედ სხვა აღჭურვილობა. ჩვენთვის არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, აქვს საუბრობთ საკმაოდ ძლიერ შეერაღებაზე, საკმაოდ დიდი მოცულობის, ასე შეერაღებაზე დიდი მედი გვაქვს, რომ შევძლებთ ომის დასრულებას ამ საკითხის შეხების გარეშე. შემიძლია თქვა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ ამ მდგომარეობასთან. მინდა რომ ერთ რამე იყოს ცხადი. Of course we want to finish this war. თავისთავად დღესდღეობით ყველა სრული გაკვები დასრულდეს, მაგრამ ომი არის ტექნოლოგიური ბრძოლა. მხოლოდ ტომაჰოკებს არ იყენებთ, გჭირდება ათასობით დრონები, სხვა რაკეტები. ჩვენივე წარმოებული დრონები გვაქვს, მაგრამ არა გვაქვს ტომაჰოკები. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკმაოდ მასშტაბური წარმოება, მას ამერიკის შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ ტომაჰოკები აქვს, არამედ სხვა რაკეტები აქვს. მათ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მიერ წარმოებული დრონები და შეგვიძლია ჩვენს დავეხმაროთ ამერიკული წარმოების გაძლიერებაში. ანუ აქ საუბრობთ ფაქტიურად გაცვლაზე, ხო? და თუ კი პრეზიდენტი ტრამპი ტომაჰოკებს მოგაწვით, თქვენ შეგიძლიათ საპირწონედ შესავაზოთ გაცვლა. ჩვენ გვაქვს ასეთი შემოთავაზება. კი, ჩვენ შემოთავაზება გვაქვს ჩვენი დრონების გაცვლაზე. არ მინდა ახლა შუამავლის როლი ვითამაშო, მაგრამ ანუ შეიძლება ამ საკითხს განხილვა. კი, ჩვენ ვყიდულობთ დრონებს, მაგრამ ზოგადად საომარი მოქმედებები შეიცვალა უკანასკნელი წლის განმავლობაში. საფრენ საშუალებების მსგავსად, სხვა საფრენ საშუალებების მსგავსად ისრაელშიც ვიყენებდით დრონებთან ერთად საკმაოდ ძლიერ ჯეტებს. ბევრი ვიცით დრონების ისევე როგორც სწრაფი თვითმფრინავების თუ სწრაფი საბრძოლო თვითმფრინავების შესახებ. რომელთა გამოვლენას და იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ პირველ რიგში როგორც ქვეყანა ჩვენი მარაგი არის სრულიად შევსებული. არვინ არ იცის, როგორ შეიძლება გამართდეს მოვლენები, იქნება ეს მშვიდობა თუ სხვა მდგომარეობა. თავისთავად გვირჩევნია, რომ არ დაგჭირდეს ტომაჰოკები და ომი დასრულდეს. და ომი რო დასრულდეს, ჩვენ ანუ ყიდით სხვადასხვა ტიპის შეერაღებას, მათ შორის ევროკავშირისთვისაც, მაგრამ ადამიანური დანაკარგი საკმაოდ მაღალი არის ომის გამო, ათასობით ადამიანი იღუპება კვირაობით. ყოველ კვირაობით. იქნება ეს უკრაინული თუ რუსულ მხარეს. გუშინ ძალიან ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან და ვნახოთ, როგორ გამართდება მოვლენები. ვიტყვი იმასაც, რომ შუა აღმოსავლეთში ომი ბევრად უფრო რთული და კომპლექსური იყო, თვლი რომ ომის დასრულება როგორც პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე პრეზიდენტ პუტინსაც სურს. ნახოთ, საკმაოდ ბევრი გაკეთება შეიძლება. შეგიძლიათ ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებზე უახლესი ინფორმაცია მოგვაწოდოთ? თვლი რომ საკმაოდ კარგად მიდის მოლაპარაკებები, საკმაოდ ეფექტურია თავად პროცესი ორი კვირის თავზე, იგეგმება შეხვედრა, თვლი რომ პროგრესი მიღწეულია. ჩვენი სურვილია რომ შევხვდეთ. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ შისთან და ვნახოთ
წლების განმავლობაში იყენებდა ჩვენს ურთიერთობას. მეორე მხარე, რის საფუძველზეც ამერიკა $100 მილიონ კარგავდა. და თავისთავად, ვერც ერთმა პრეზიდენტი ამას ვერ დაუშვებს. ამიტომაც მე ვიღეთ გადაწყვეტილება ტარიფების დაწესებაზე, რის საფუძველზეც ქვეყანამ უკან დაებრუნა $100 მილიონ. But he gave all sorts of exceptions, and by the time you looked at it, Scott, I would say there wasn't the same thing. He would give an exception for anything. If you got up and went out to dinner, he'd give you an exception. ნუ წარსულში გამონაკლისები საკმაოდ მარტივად იყო დაშვებული, მაგრამ ჩემი მმართველობის დროს მნიშვნელოვანი ტარიფები დაწესდა, რითაც უკან დავიბრუნეთ $100 მილიონ. წინა არჩევნების შემდგომ, როდესაც მე არ ამირჩიეს, ეხლა უკვე დავრუნდით და უკვე საკმაოდ ეს ხო პირდაპირ ჩართვა თეთრი სახლიდან, სადაც დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. უკვე ორ კვირაში კი დაგეგმილია ტრამპის და პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთში შედგება. დაუბრუნდეთ საქართველოს განათლების ახალი რეფორმა და მთავარი გამოწვევები, რას ითვალისწინებს ის მასშტაბური ცვლილებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განათლების სისტემაში იწყებს. საჯარო სკოლებში 11 წლიანი სწავლება ბრუნდება. უნივერსიტეტები კი გადადიან 3+1 სისტემაზე, საიდანაც პირველი 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, მეოთხე წელი კი მაგისტრატურას ითვალისწინებს. განათლების ახალი მოდელი გუშინ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. აქცენტი კეთდება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე და პროფესორის ანაზღაურების 10,000 ლარამდე გაზრდაზეც. განათლების სისტემის წინაშე არსებული 7 გამოწვევა და მათი გადაჭრის გზები. უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია უკვე ცნობილია. მთავრობა ახლა საჯარო განხილვებისთვის ემზადება, რომლის შედეგადაც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს გეგმა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება. გამოწვევებს შორის დასახელდა ერთის მხრივ სამშობლოდან საზღვარგარეთ მიგრაცია, მეორეს მხრივ კი სტუდენტების დედაქალაქში კონცენტრაცია. სწორედ ამას ემსახურება თბილისის შემდეგ ქუთაისში ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერის შექმნა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საუნივერსიტეტო განათლების ყველა ძირითადი მიმართულება. ამ მხრივ მაქსიმალურად უნდა განვითარდეს რუსთავის პოტენციალიც და უნდა გაძლიერდეს რეგიონებში მოქმედი 5 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები. ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეს, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე. აკადემიური რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანასწორობა. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას პრინციპით ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ერთ ქალაქში მოქმედ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში დუბლირებული ფაკულტეტები პრაქტიკაში იწვევს რესურსების არათანაბარ განაწილებას. თანაბარი რანგის დიპლომები კი განათლების და კვალიფიკაციის ხარისხის ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ რეფორმის მიხედვით თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთ-ეგივე ფაკულტეტები. ჩვენთან ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. რაც შეეხება თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას. საუნივერსიტეტო სისტემაში გამონაკლისი სპეციალობების გარდა უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი მაგისტრატურას. აქტიურად მიდის მუშაობა საჯარო სკოლებში 11 წლიანი სწავლების დაბრუნებაზე, რაც განათლების მინისტრის განმარტებით ბოლონიის პროცესთან სრულ თანხვედრაშია. თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მსჯელობა მიდის გამონაკლის შემთხვევებში 12 წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნებაზეც. ბოლონიის პროცესში არსად არ არის მითითებული პირდაპირ
პირდაპირ რომ სავალდებულო არის 12 წლიანი სწავლება. 12 წლიანი სკოლის ატესტატი იძლევა საშუალებას რომ ევროპის უნივერსიტეტში პირდაპირ მოხდეს ჩაბარება. ამ შემთხვევაში მათ დასჭირდებათ უცხო ქვეყნის სასწავლებლებში კიდევ ერთი წლით სწავლა იმისთვის რომ შემდგომში მათ ჩააბარონ ევროპულ ან ამერიკულ სასწავლებლებში. ამასთან ჩვენ ვხედავთ რომ ევროპის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე წლებია 3+1 სისტემაზე არიან გადასული და სწორედ ორიენტირი არის თითოეული მიმართულების მიხედვით იმ პროგრამებზე, იმ დისციპლინებზე, იმ საკითხებზე, რომელიც ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესაბამისი ხარისხის დიპლომები გაიცეს. სწორედ 11 წლიან სასწავლო პროგრამას აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას განათლების ევროპულ სისტემას დააშორებს, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ რეფორმა პროფესიონალებმა უნდა შეაფასონ. აკადემიური საზოგადოება უფრო დასაბუთებულად გასცემს პასუხებს იმ რეფორმას, როგორ შეიძლება რომ ერთი წლით ნაკლები განათლება უკეთესი იყოს ერთი წლით მეტ განათლებაზე. მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში, ყველა ამ ქვეყანაში რატომღაც არის 12 წლიანი გასაგამძლო სისტემა. ეს არის კიდევ ერთი манипулირება. ოპონენტების განცხადებებს ქართული ოცნება манипуляციურს და სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ რეფორმა სწორედ განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მუშავდება, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც საკადრო პოლიტიკის დახვეწაა. უმაღლესი განათლების კონცეფციის მიხედვით იგეგმება სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურების 10,000 ლარამდე გაზრდა. მნიშვნელოვანი არის ძირითადის ინტელექტუალური რესურსის ინტეგრირება, რაც არის ლექტორებით, პროფესორებით გამოხატული და საუბარი შეეხო პროფესორების სრულ განაკვეთზე ყოფნას, რომლებიც ჩართულები იქნებიან როგორც საუნივერსიტეტო სწავლების განვითარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი სამეცნიერო გამოცემებზე მუშაობა. სწორედ წახალისების კუთხით არის ის, რომ მათი ხელფასებიც ხუთნიშნულიანი რიცხვით გამოიხატება. 3-4 წელიწადში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, რომ ევროპული სტანდარტის განათლება შევთავაზოთ საქართველოშივე ჩვენს ახალგაზრდებს. უმაღლესი განათლების რეფორმა ჯერ სამთავრობო კომისიამ, შემდეგ კი მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა მანამდე გაიმართება კონსულტაციები განათლების მიმართულების ანალიტიკოსებთან. დოკუმენტი საბოლოო სახეს სწორედ საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს. ეს არის ძალიან ინკლუზიური სამუშაო პროცესი და მე მოხარული ვარ, უამრავი დარგის სპეციალისტი იქნება ჩართული. ყველა უნივერსიტეტებს აქვს თავისი პრიორიტეტული მიმართულება. უნდა მოხდეს სტუდენტების დივერსიფიკაცია, ასე ვთქვათ, გადანაწილება და არ არის საჭირო დუბლირება. დუბლირება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუხრუჭი ჩვენ განათლების სისტემაში. ანუ არ არის აუცილებელი, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში იყოს ერთი ფაკულტეტი. მთავრობა გეგმავს უმაღლესი განათლების დაფინანსების საგრანტო სისტემის გადახედვასაც. სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებული ფინანსური საჭიროებებიდან გამომდინარე. გათვალისწინებული იქნება თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტებისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი. ეპილეფსია, ასთმა, ჰეპატიტი, ინვალიდობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მინიჭებისთვის გაყალბებული დოკუმენტები. 3 ქალი, რომლებიც გამოგონილ დიაგნოზს წერდნენ და სანაცვლოდ თამაში რამდენიმე 1000 ლარს იღებდნენ. სამივე დაკავებულია ცნობილია ის სქემაც, რომთაც ისინი მოქმედებდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბსამედიცინო დოკუმენტაციას ამზადებდნენ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ემაგე შეინსაბოთ. სამედიცინო ცნობა გამოგონილი დიაგნოზით და სანაცვლოდ აღებული 3200 ლარი. ეს ფარული კადრები ქუთაისშია გადაღებული. ქალი, რომელიც მასალაში ჩანს მოქალაქეს ეპილეფსიის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტს აწვდის. ეს ფარული კადრები სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გადაიღეს. დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს და სამედიცინო მოწმობის დამზადების, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ექიმებთან კავშირში მყოფი პირები ყალბ სამედიცინო ცნობას ამზადებდნენ. დიაგნოზს კი ისეთ წერდნენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებისთვის იყო აუცილებელი. სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ.
კურიერმა სამედიცინო მოწმობის დამზადების და მოსყიდვაში დახმარების საქმეზე დეტალები და დაკავებულების ვინაობა გაარკვია. დალიტაკიცემ 3000 ლარის სანაცვლოდ სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე მოქალაქეს ასთმის დიაგნოზი დაუსვა და ყალბი მოწმობა დაუმზადა. 9500 ლარი აიღო თალიე დიასამიძემ და მოქალაქეს დიაგნოზში C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება ჩაუწერა. კურიერი დღეს იმ კლინიკებშიც მივიდა, სადაც დაკავებულებს სავარაუდოდ სამედიცინო შემოწმებაზე მოქალაქეები მიჰყავდათ. კლინიკების წარმომადგენლებს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და როგორც თავად ამბობენ, არც დაკავებულებს იცნობენ. ჩვენს კლინიკაში ტარდება კონსულტაციები, გამოკვლევები, რის საფუძველზე გაიცემა აბსოლუტურად ექიმის მიერ კომპეტენტური დასკვნა და კონსულტაციის შედეგი. აღნიშნულ პიროვნებას ჩვენ კლინიკას არანაირი შემხებლობა არ აქვს. გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტით თანხის გადამხდელი მოქალაქე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით ისარგებლებდა. დანაშაულის ფაქტს სუსის მიერ დღეს გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც ადასტურებს. მასალაში შეთანხმების პირობებზეა საუბარი. მეორე ჯგუფი გინდა, ხო? ხო. გავაკეთოთ მაშინ ეპილეფსია, მაგრამ 3200 იქნება გამოგიყვანო. ბრონქული ასმა არის დაავადება მინისტრთა ხალხთა ჯანდაცვის ხელს არ შეიშლის არაფერში. 320 წელს თვეში აიღებ პენსიას. დღეს გინდა თუ არა, აი კდარი ცოცხალი უნდა იყოს 1800 ლარი, რომ შევცვალო და სხვისი ჩეკიშზე უნდა ჩაქსვაშე. როგორ მოქმედებდნენ კომერციული მოსყიდვის სქემაში ჩართული პირები და რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დეტალები დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განმარტა. თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დტ-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შეშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე. მეორე შემთხვევაში ბათუმში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თდ-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც-ომ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი ცნობების გაცემის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ასევე აზიანებს პროფესიონალი ექიმების იმიჯს. არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ, ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი. იყვნენ თუ არა კორუფციულ დანაშაულთან კავშირში სხვა პირებიც, ამის დასადგენად ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. სამ დაკავებულს კი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ასეთი იყო დღევანდელი დღე 17 ოქტომბერი და კურიერი 9 საათზე თქვენ გელით რეზო ჭიჭინაძის გადაცემა ისტორია დეტალებში. მე კი დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა და ნახვამდის.